მშვიდობისა ყველას. ჩვენ მივდივართ ბაღში. ხოდე? ებე მიდის ბაღში, ძლივს გავაღვიძე. ავდილეთ ესე იგი ისე ძინებოდა თოლის გახელა არ უნდა და. ჩვენ სიახლე გვაქვს, აბაზურად თუ გვეწყო რა სიახლე გვაქვს. სამი საფში ვიქნებით. მინიმუმ. სამი კვირა მინიმუმ, ჯერჯერობით სამი კვირა აქვს ნათქვამი, ლოკდაუნი გვაქვს. მაგრამ აი ელინას ისინი მიდიან, რა ქვია, ფაქის მანქანა მიდის წინ. 30 ნოემბრამდე ვიქნებით ჩაკეტილები, მხოლოდ და მხოლოდ SMS-ის საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში მოგვიწევს გადაადგილება. ეველინა კიდევ კარგი იulis ბაღში, კიდევ კარგი, იმიტომ რომ პატარა სკოლები ხო, ბაღი და დაწყებით სკოლები იმუშავებს და კიდევ კარგი, იმიტომ რომ მეწოდება, ანუ ლოკდაუნის პერიოდში ვერც პარკში ვერ გაიყვან, ვერც სასეირნოდ ვერ გაიყვან და ცოდუარი მთელი დღეები სახლში. ნუ რაღაცით გაართობ, მაგრამ მთელი დღის მანძილზე მით უმეტეს ზამთარში ძალიან რთულია და ზამთარში რა, ხო, პრინციპში ზამთარი. ერთი სიტყვით საწავი და ეთყვა ბავშვს საყვარელი. ჩვენი რა. სპურგი კაკაოც რაღაცა რო ქვია ის ყოფილა. შემეშალა. ერთი სიტყვით ესეთი ლოკდაუნი გვიწევს და ეხა ეს დავტოვებს და მე მარკეტში უნდა გავიქცეთ. რაღაცები შევიძინოთ. სათვავიდა ეველინა. წიგნი დავტოვოთ დედი აქ. აია. წაიღებ? Επιστήμη ολόκληρη διαφήμιση στο ίντερνετ. Στόχευση κοινού, banners, keywords, πήρα like. Που τι like να πάρεις δηλαδή, άμα δεν έχεις σωστό πλάνο, μόνο κάτι καρδούλες παίρνεις από κάτι θείες. Και comment, σας ακολάβει τη διαφήμιση μου στο ίντερνετ δεν έχω. Μήπως το digital marketing της επιχείρησής σου δεν σε αφήνει να ασχοληθείς με την επιχείρησή σου? Άστο στους ειδικούς. Κοσμοτέ Digital Marketing for You. Για σωστή προώθηση σε Facebook, Instagram και Google. დავტოვეთ ეველინა. არ უტირია საერთოდ, ეგრევე შევიდა ბავშვებთან. არა, გავხარდა ბავშვებთან ხა და არ უტირია საერთოდ და ერთ სიტყვით ჩვენ მივდივართ მარკეტში. მარკეტში ჩვეულებრივად შეძლებს ზურა გასვლას, რო რამე დაგჭირდეს, მაგრამ ეხა ეს ძირითადი რაღაცეები, რასაც სულ მოვიხმართ და ხშირად რო არ მოუწიოს გასვლა, მაგის გამო ბარემ მოვილევთ, ვიყიდით. და ასე შემდეგ ერთი სიტყვით სამი კვირა ვიქნებით ხვალიდან ჩაკეტილები. მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და ისიც SMS-ით და ვინც მუშაობს, უნდა უფროსისგან უნდა კონდეს ქაღალდი, ნებართვა, რომ სამსახურში მიდის, მაგრამ უმეტესობა 50% დისტანციურ მუშაობაზეა გადასული. ხო. ერთი სიტყვით ესეთი ამბებია, მოღრუბლულია. ცოტა ქარია. სიცივე ძალიან არ არის, არა? არის, კარგადაა, სიცივე, ვაი. არის რა. ნუ 19 გრადუსია, 19 გრადუსი. 19 არის? დღეს 19-ია, ვაი. მეთქი ახლა 19 გრადუსი გამიგო, ახლა 16-ია მე მგონი. დღეს ხო რა, სიცივე ერთი სიტყვით. სხვათა წინა გუშინზე სიცხე იყო. ხო. გუშინზე სიცხე იყო, ახლა უწევ ხო. და ესე გავიკეთოთ ნიღაბი. ვინმე შარიანი არ შეგხვდეს. წავედით მარკეტში. რამდენი დამშეული და შეშინებული ხალხია ათენში. სავსეა, უზარმაზარი პარკინგი არის სავსე და წარმოდგენაც არ მინდა ზემოთ რა ხდება, ხო ზურა? ხო, ძალიან დიდი სუპერმარკეტი. ხო, სიმრავლეს, მაგრამ აშკარად სავსეა, ხო, პარკინგი არის სავსე და აქ კიდე ქვემოთაც არის, რა ქვია, ადგილი, ანუ -1 არის, -1 არის და ეს არის და მინუს არა 3 სართულია პარკინგი არა და გარეთაც არის კიდე პარკინგი. წინას პარანტეზზე წესე. ხო, წინასაც ესე იყო და ავედით ახლა საყიდლებზე. ამოვედით პარკინგიდან და ხო ის საოცრება შიგნით შესასვლელად რიგი უნდა დავიცოთ. ანუ ამოვედით პარკინგიდან, აი იქედან
და გარეთ გამოვედით, რომ შიგნით შევიდეთ. ესე არის დაპანიკებული ხალხი. რა საჭიროა, მაღაზიები ხო არ იკეტება. მე რო არ გამოვარ, მან კიდე შეუძლია. ხო შენ რო არ გამოხარ, მე რა ვერ ვიყიდი? ეხას მე რო ყიდულა და მე რო ვიცი რა მინდა სხვა და შენ რომ გიბარებს სხვა არის. ჰაკე. შეხატერ ადიგებია 1 2 ვაუ, თა. მოდი აგედათ. ერთი ნახევარსად ეხლა აქ უნდა ვიდე. მოურჩით საყილოს როგორც იქნა. რამდენი ვიდექით ზურა რიგში? 1-20 წუთი? დაახლოებით. მე მგონი საყიდლები, ანუ რაც უნდა გვეყიდა, უფრო მალე მოვილიათ, ვიდრე სალაროდან კარგი ხანი დაგჭირდა სალაროსთან მისვლა და მე იქედან ჩამოსვლა ქვემოთ პარკინგსა და გავეშურეთ სახსაშინა. სიტყვის მოვედით სახლში, ზურა წავიდა მარიბებოსთან, რადგან მასაც უნდა მარკეტში გასვლა და რაღაცეების ყიდვა და მოდი ახლა ნახოთ თუ რა შევიძინეთ ჩვენ. ესე იგი შევიძინეთ სალფეტები, ასევე პურის ფქვილი, ზეთი, შესაწვავი, ასევე შევიძინეთ ზურას თხოვნით ნუტელა, ასევე ჟოლოს ჯემი, ჩაი გვიყვარს ძალიან ჟოლოს ჯემით. ეს არის გახეხილი პამიდორის წვენი, ანუ გახეხილი პამიდორი. ხანდახან ვიყენებთ ხოლმე, როდესაც ცოცხალი პამიდორი არ აგვაქვს. ეველინას რძე, ეველინა სვამს ბიოლოგიურ რძეს 12 თვიდან, პედიატრის რეკომენდაციით. ვიძინეთ ეველინას ტანსაცმელებისთვის სარეცხის საშუალება. ისევ სალფეტები, იოგურტი, მაგალითად ან კექსის გასაკეთებლად, ან ისე საჭმელად, ან ალადიკების და ასე შემდეგ, კეჩუპი, 1000-ში ერთხელ მივირთმევთ ხოლმე. შამპუნი, კონდიციონერი, ეს არის სითხე, გამოიყენება ზედაპირებისთვის, მაგალითად ბავშვის კამისთვის, ბავშვის მაგიდისთვის, ანუ ანტიბაქტერიული არის. იმედია კარგად ჩანს ყველაფერი. როგორ ჩანს? რძე ისევ. ასევე ეველინასთვის კარაქი, იგივე ფირმის კარაქს ყიდულობ, რძე. ეველინასთვის იოგურტები. მხოლოდ იოგურტს მიირთმევს, აი ამებს რაც ზემოდან აქვს ესეთი კორნფლექსის მაგვარი, ამებს არ ვაძლევთ. რაღაც უცნაური ფორმის არის და თან შოკოლადის არის და ერთი შოკოლადის არის, ეველინას შოკოლადს საერთოდ, შოკოლადიანს არაფერს არ ვაჭმევთ. სახლისთვის კარაქი, ბრინჯი სუპისთვის, ასევე დაჭრილი პომიდორი, ხანდახან საჭიროა, ფეირი, ეს არის საშუალება, სადაც აი მაგალითად სარცხი მანქანის რეზინას სიშავე რო არ გაუჩდეს, ან თუ გაუჩდება, ან პატარა წერტილები თუ აქვს, საოცარ საშუალება, ცოტა სუნი აქვს ისე და სულ ნიღბით ვცდილობ, როდესაც ვწმიდა სარცხ მანქანას, ნიღაბ მეკეთოს, იმიტომ რომ რაღაცნაირად მე მაწუხებ, შეიძლება სხვა არ შეაწუხოს, არ ვიცი. და ერთი სიტყვით, საერთოდ სარცხ მანქანას არც რეზინას, არც თვითონ ბარაბანის ირგვლივ ესე სიშავე არანაირი არ აქვს, სულ სუფთა არის. რადგან თუ ვიცით ახლა დიასახლისმა, თუ სარცხი მანქანა კარგად არ გაშრა, გამოყენების შემდეგ იცის ხოლმე შავი წერტილების
რა ქვია, მუხლა ქართულად არ მახსოვს. ტუალეტის ქაღალდი. ასევე შევიძინეთ ეველინას პამპერსი. ხო, ჩვენ კიდევ პამპერს ვიცნობთ. რა ვქნათ? ნუ ბავშვს ვერ დავაძალებთ. ერთი სიტყვით რა, დიდი თემა ეხლა. ანუ პამპერსი 68 ცალიაში მივეცით 11 евро. ასევე სამზარეულოს ხელსახოცები, ესეთი ძალიან რა ქვია მაგას? კარგად გამოსაყენებელია რა ერთი სიტყვით. ასევე შევიძინეთ ტოსტის პური. ასევე შევიძინეთ ისე პური, თუ რა წამოვიღოთ მაინც უქონდეს სახლშიო. ჩემი საყვარესი ჩაი Earl Grey ლიპტონი. ვანილი. ტომატის პასტა, ესეთი ეკონომიური შეფუთვით არის, რადგან ესეც დიდებს, ესეთ დიდ კონსერვებში თუ ვიყიდი ტომატის პასტას არასდროს არ ანუ ხშირად არ ვიყენებ და მენანება მე მიფუჭდება მიუხედავად იმისა, როგორც დედა ჩემი ინახავდა ხოლმე მარილსაც ვაყრის, ზეთსაც ვასხამ, ვეფერები ულოცავ, მაგრამ მოიც რაღაცნაირად ფოკვე უჩნდება და არ მომწონს ეგ და ამიტომ დიდებს აღარ ვყიდულობ. დეტოლი, ხელის საპონი. ბრინჯი, ველური ბრინჯი, ორთქში გატარებულ ბრინჯთან ერთად. ესეც პატარა ცელოფნები არის ნაგვის ყუთისთვის. ხელთათმანები საჭიროა სახლში. სველი სალფეთკი ეველინასთვის. გადავდოთ აქეთ. ასევე ეს ბამბის დისკები. ისევ ვანილი. ასევე ვიყიდე ჭრელი ლობიო, შეიძლება ან ლობიო გავაკეთო, ან ლობიანები, ნახოთ სურას რა ესურვება. და ვიყიდე ტერიაკის соуსი, შეიძლება გავაკეთო ქათამი. ნახოთ. ბოსტნეულიც და ქათმის ხორცი და ტერიაკის соуსი და ესეთი ყუთი ვიყიდე. საკანცელარიო ეველინა ძალიან უყვარს ხატვა და ვიფიქრე რომ აი ფიქრობდი რომ თავსახურიან ყუთს ვიყიდი მისი სახატავები რომ მოვათავსო, მაგრამ მე გადავწყვიტე ვიყიდო ესეთი საკანცელარიო ყუთი, სადაც მოვათავსებ მის სახატავრეულებს მოლი მადრო ერთი წამი. აქ შეიძლება მოვათავსოთ ფლომასტერები, პასტები. ასევე აქაც აქაც შეიძლება სახატავების მოთავსება, მაგრამ ეს სად მიდის ნეტა? აქ არ ეტევა და სად უნდა ჩავდოთ? ინსტრუქცია არ მოყოლია. არა, აშკარად აქ არ ეტევა. აბარისთვის გვინდა ნეტა. აქაც დენომიჟო არ ეტევა. ნუ, ერთი სიტყვით იყოს ეს. აქ მოვათავსებთ ფლომასტერებს, აქ მოვათავსებთ სახატავრეულებს, რვალუებს. ვაიმე. აქ შეიძლება ისე მოვათავსოთ პლასტელინები და პლასტელინის ფორმები და რაღაცები რო გვაქვს. ნახოთ, რავი. ერთი სიტყვით ესეთი სუპერმარკეტის ჰოული გამოგვევიდა. ანუ ძირითადად რაც გვჭირდებოდა ეხლა უცებ მე რო ვახდი ზურას და რო ვიცი რაც მინდა სახლისთვის და მე უკვე ზურაც გავახოლმე და იყიდის. თავარია SMS-ი გააგზავნოს რო არ დააჯარიმონ. მაკარონები და ესეთ რაღაცები სავსე მაქვს სახლში და ამიტომ ზეითუნის ზეთიც შაქარიც გვაქვს, ხო გვაქვს შაქარი. გვაქვს შაქარი, როგორ არა გვაქვს. თორე და ზურა მე იყიდის. ეველინას ფაფები ესე ყველაფერი მაქვს აბსოლუტურად. და ეს ყველაფერი ეს სიამოვნება გამოგვივიდა 116 ევროსი და 2 ცენტის სუპერმარკეტში შეძენილი ნივთები, პროდუქტები უბრალოდ. ვიყავით ხორცის მაღაზიაში და გაჩვენებთ ახლა თუ რა შევიძინეთ იქ. კი ჩვენი ხორცი. საერთოდ ხორცს ყიდულობთ სულ ხორცის მაღაზიაში, მარკეტში
თითქმის არასდროს აყვიდილობთ. რა, მე არასდროს ეს არ მეყიდია ხორცი. მარკეტში სულ ყიდულობთ ხორცის მაღაზიაში და გაჩვენებ თან რა ნაწილი რა ხორცი რა ვიყიდე ერთი სიტყვით. ნუ მოგეჩვენებათ ახლა ეს ზოგისთვის შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ გული მაქვს დამშვიდებული, როდესაც საყინულეში მაქვს დაფასებული ხორცი. ვიცი რომ საჭმელი არის სახში. ნუ მარტო ხორცს არ ვჭამთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს რაოდენობა ჩვენ დაახლოებით 1 თვე ყოფნის. და ხორცში გადავიხადეთ 45 ევრო და 17 ცენტი. არჩევს კარგად. ფოკუსი. აი ესე. ანუ ხორცში გადავიხადეთ 45 ევრო და 17 ცენტი და განახებთ ახლა თუ რა ვიყიდეთ. რა არის შეფუთულები. აქ რა ნაწილები გვაქვს და რისი ხორცი გვაქვს. მოლის ხორცი სუნის ცემს მოლის. რა ქნას უყარს ხორცი. აბა ვნახოთ ახლა რა შევძინეთ. გადი მოლი იქეთ. აი ეს არის. თან შემდეგ ამ ყველაფერს ვახარისხებ. ანუ ამას ეს ერთიანად არ ვყრის საყინულებში, ზიპერიან პარკებში ვახარისხებ. ორი ხორცის ნაჭრები. ზურას უყარს ხანდახან ესე ოჯახურივით რომ ვაკეთებ ხოლმე. თან აქ დავტოვებ ესე რომ სხვაგან რომ გადავიტანო, სხვა რამეც რო არ დაისვაროს, შემდეგ დავახარისხებ, როგორც თქვი, ეს არის 1 კილო. ეს არის 9 კილო. ღორის ხორცის ნაჭრები. სამწვადეთ ესე ვთქვათ. ეს არის ღორის ხორცის გატარებული ფარში. აი ესე 1 კილო. ამას ვყოფ და ხანდახან ურევ ხოლმე 9 საქონლის ხორცი, 9 ფარში. 9 საქონლის ხორცის ფარში, 9 ღორის ხორცის ფარში ესე ვაკეთებ ხოლმე. ეს არის საქონლის ხორცის ესეთი ნაჭრები, ან ჩაშუშულისთვის, ეხა ერთიანად ჩანს. ერთიანი ჩანს ეხა, მაგრამ აი ესეთი ნაჭრები არის, დიდი ნაჭრები საკმაოდ. 1 ულუფა საჭმელი, თავისუფლად გამოვა 1 სიტყვით. ეს რა არის? ეს არის 9 კილო თქვი, ხო? ეს არის თუ არ ვცდები ძვლიანი ნაწილი საქონლის ხორცის, მინდა ხო, ძვლიანი ნაწილი საქონლის ხორცის, აი ესეთი, მინდა სუპი გავაკეთო ჩვენთვის. ცოტა დღეს გავაკეთებ სავარაუდოდ. გადავდებ ამას თეფშზე. ესე. 1 სიტყვით. დავსვარე, არა უშავს, მაინც ყველაფერი დეზინფექცია აქვს, ყველაფერს გასაკეთებელი. ხელთათმანებს არ ვიკეთებ, იმიტომ რომ ვერ ვიტან ხელთათმანებს. რა ვქნა, მე კარგად ვიყავ ხელს, სამაგიეროდ. ეს არის, უიმე, საიდანღაც კარები უკაკუნებს, ალბათ ღიათ რომ არის. აი ეს კარი. ეს არის ქათმის ხორცის ფარში. ან კატლეტებისთვის, ან გუფთისთვის. ეს რა არის? საქონლის ფარში 1 კილო, ამასაც თეფშზე მოვათავსებ. რომ არ დასვაროს ესენი ზემოდან. მაინც ესენი უფრო შრალად არის, ესე ვთქვათ. აბა ეს რა არის? სერუნგეს. სურას უყვარს ხოლმე ნაგეტსებს ვაკეთებ. 1 კილო. ქათმის ფრთები შევიძინეთ. აი ესეთი. და ნაგეტსებს ვაკეთებ ხოლმე. დიდათ არ ვფუთავ ახლა. მაინც უნდა დავხსნა. აი ეს არის ღორის სტეიკი. აქ არის 1,5 კილო, ანუ 4 ცალი ესეთი ღორის სტეიკი. აი ეს არის ქათმის ბარგლები. ეს არის უშუალოდ ჩვენთვის, ეხლა რასაც ხედავთ. ეველინასთვის მხოლოდ ფარშს გამოვიყენებ აქედან ქათმის ხორცის და საქონლის ხორცის.
ხოლო ქათმის ხორცი ნაჭრები და საქონლის ხორცი ნაჭრები და ურის ხორცი ეველინასთვის მაქვს საყინულეში და ამიტომ აღარ გვიყიდია. სულ ეს გამოვიდა ჩვენი პროდუქტი, რაც შევიძინეთ და ახლა დავიწყებ ამების დახარისხება. დავადგი ხორცი ჩვენთვის მოსახარშად, სუპი რომ გავაკეთო. თავსახურს დავახურო და ვიწყებ ხორცის დანაწევრებას. მაქვს ესეთი ზიპერიანი ცელოფნები. რომ დავანაწილებ ხორცს, ჩავდებ ამ ცელოფნებში. ხორცს გითხარით, ხელთათმანებს ვერ ვიყენებ, აქვე მაქვს ონკანი და შემიძლია დავიბანო ხელი და ამაში ვერ ვხედავ პრობლემას, ვერ დავიჯერებ რომ ყველა დიასახლისი ხელთათმანს იყენებს საჭმლის კეთების დროს ან ხორცის დანაწევრების დროს, ასე რომ ჩემთვის პრობლემას ეს არ წარმოადგენს, რადგან როგორც კი მომიდება ხელის დაბანა, აქვე ონკანი მაქვს და ხელს დავიბან. ასე რომ წავედით. დავიწყეთ ახლა ხორცის დანაწევრება. მოვჭი ხორცის დაფასოება, ეს საქონლის ხორცის ფარში, ქათმის ხორცის ფარში, ღორის ხორცის ფარში, ღორის ხორცის ნაჭრები, საქონლის ხორცის ნაჭრები, სტეიკი, ქათმის ფრთები, ქათმის ბარკლები, სხვათა შორის ქათმის ხორცს აუცილებლად ვაცლი კანს მომზადების წინ, ეხლა უბრალოდ დროის ეკონომიის გამო აღარ მოვაცილე, ანუ ესე გავყინავ და შემდეგ მომზადების წინ აუცილებლად ვაცლი კანს ერთი სიტყვით. თუ თქვენს რაიმე თქვენებური წესი გაქვთ ხორცის გაყინვის ან მომზადების პროცესის, ესე ვთქვათ, თუ არ დაზარდებით, გამიზიარეთ მეც გამოცდილება. მართლა გამიხარდება ძალიან, იმიტომ რომ ყველა ოჯახში თავისებური წესები, ანუ მე ესე ვიქცევი და კიდევ რას ვაკეთებ. ანუ ეხლა მე დრო არ მაქვს და ფიზიკურად ვერ ვასწრებ, უნდა მოვრჩა სახლის დალაგებასაც, 12 საათია და ევე უნდა გამოვიყვანოთ შემდეგ ბაღიდან და ამის გამო ვერ მოვახერხე ხა. მარა უშავს, როდესაც დამჭირდება რაიმეს გაკეთება, ხორცის გამოვიღებ, galღვება და გავაკეთებ, გულფთა იქნება, კატლეტი იქნება, თუ მაგრამ სხვა შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში როდესაც ესე ხორცს ყიდულობ, ვამზადებ კატლეტებს, გუფთას, ვამარინადებ ხორცს, თან ეხა 3 კვირა სახლში ვიქნები და არ არის აუცილებლობა პირდაპირ გამზადებული მქონდეს საყინულეში, გამოვიღებ და წყნარ და მშვიდად გავაკეთებ. ეხა გავიქცე სახლს დავალაგებ და თუ რაიმე თქვენს თქვენებური ვარიანტები გაქვთ ან რაიმე შენიშვნები გაქვთ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ, ძალიან გამიხარდებით. სიტყვით მომზადე აქ 1 კვირინი 2 კარტოფილი დაჭრილი ხახვის სტაფილო, გუფთები უკვე მზადა მაქვს, აქ არის მხოლოდ ქათმის ფარში, ცოტაოდენი ბრინჯი, ცოტაოდენი ზეთი, კვერცხის გული და ოდნავ მარილი. ასევე მაქვს შვის ფანტელი, რომელსაც დაახლოებით ერთი საკმაოდ დიდი შვის ფანტელებია და დაახლოებით 1-20 წუთი უნდა მოხარშოს და ამიტომ გამოვიყენებ თავსებ ყველა ინგრედიენტებს ერთად. ეხა დავადგი წყალი ასადუღებლად, წყლის ადუღებას ველოდები, დავუმატებ ცოტაოდენ ზეთს, ყველა დანარჩენ ინგრედიენტებს და დაველოდები, როდის იქნება მზად ჩვენიეველი კუნას სუპი. საკმაოდ ბევრი ფარში დავტოვე და ბევრი გუფთა გამოვიდა, მაგრამ არა უშავს თუ რაღაცა დედა წაეხმარება, ან მამა ჭამაში. ბაბა ნებივრობს. ოლიმ სხვა ადგილი ვერ ნახა, ესე კალთაში უნდა ჩაჯდეს. სიცოცხლე. რა ფილმია? გლადიატორის ეს მომენტი.
და მაგარი ფილმია. გლადიატორს არა ვარ ნაყურები. 15 ჯერ კი არა, არ ვიცი, რაც აფეზრეთში ვარ ერთი 20 ჯერ მაინც მაქვს ნაყურები. არ წინდება, საინტერესო კი რაღაცა არა. ძალიან ისა რა ქვია ემოციო. მე არა მაქვს ნაყურები და რატომღაც არც ინტერესი გამჩენი, არ ვიცი ალბათ ამენთება ნატურა. რო გასკდები ტირილით ბოლოში. ხუროს შეთარი ხა ისეთი ემოციური ხარ და მე ცრემ წამოგიო. მე ფილმს ვერ უყურებ, ხიმლის ბიჭებს ვერ უყურებ, ბემბის ვერ უყურებ. ვინმეს შეიძლება სასაცილო იყოს და შენ რა გინდა? თამაში გინდა? მომებურთი. მე არ მაცლებ. თმის მორჩი. არა. თითქმის მორჩი სახლის საქმეებს. დავიღალე. აბაზანა დამრჩა. ხორცი მოიხარშა ჩვენთვის და რომ დავბრუნდები მე გავაკეთებ სუპს, თორე ვეღარ მოვასწრებთ, იმიტომ რომ უკვე 2:25 წუთია და უნდა გავიდეთ ეველინა, უნდა მოვიყვანოთ ეველინა საჭმელი მზად არის, ოთახები დალაგებული არის. აბაზანა არა უშავს, რომ მოვალ დავალაგებ. მოლის თამაში უნდა, მოდიდე. ზურაც მოვიდა ახლა. წარმოიდგინეთ, ისეთი ამბავი იყო იქეთ, სადაც ჩვენი მარიბებო ცხოვრობს იმ უბანში, ხორცის მაღაზიაში ვერ შევიდნენ. იმდენად ბევრი ხალხი იყო. მარკეტში კიდე არა უშავს, მაგრამ ხორცის მაღაზიაში. რა შჭამბაბა? ზომარული, ჩემი სალათა. კარგი იყო და ბაღში. ბაღი. მოდი ადექი გავიძროთ ქურთუკი, მოდი. აი ესეთი სალათა დარგო ეველინამ ბაღში. უი, ფოკუსი. თანაწერია ეველინა და ჩემი სალათა. მოდიდე გავიძროთ. წამო. და ხელები დავიბანოთ. პური არ შეგიჭამოს მოლი. წამო დავიბანოთ ხელები, წამ. ჩვენი მოკრძალებული სადილი ეველინა მიირთვა მისი ქათმის გუფთა ზურას რა სახე აქ. რა გაქვს აქ? მინდა ქსვარა. სად იყავი? კაპარული იყავი? ესე ჩვენი საქონლის ხორცის სუპი, არაფერი განსაკუთრებული, საქონლის ხორცი, სტაფილო, კარტოფილი ნიორი ხახვი და ქერი. შენთვის წიწაკა არის, ხო? და ბოლოს ცერეცო ვუყავი. ქერით არის უგემრიელესი საქონლის ხორცის სუპი. ჩვენ ძალიან მოგწონს საქონლის ხორცის სუპს თუ ვაკეთებ, სულ ვუშვებით ქერს. ასე რომ თქვენც გემრიელად მიირთვით, თუ სადილობ, თუ ვახშმობთ, არა აქვს მნიშვნელობა. შეგარგოთ ღმერთმა და ჩვენ წავედით, ეხა. დავჯექით. ზურამ ნაბეღლავი მოიტანა. ნაბეღლავს დააყოლებს. რა ჩართო დედა? The wheels of the bus goes round and round, round and round, round and round. The wheels of the bus goes round and round, all day long. კიდე რა იმღეროს დედამ? ესე გაიღვიძა ეველინა და თხოვს რომ იმღეროს სიმღერები. ბას კიდე ბასზე გინდა? კიდე რაზე ვიმღერო? ბასზე ხო ვიმღერე ბევრჯერ. ეხა ევე შეჭამს იოგურტს და ჩვენთან არის 8 საათი. წარმოიდგინეთ 8:30, საღამოს 8:30-ზე გაიღვიძა ვევემ და გაემზადა, გამოიპრანჭა, პედიატრთან უნდა წავიდეთ. დედი, ნუ წუწუნებ, ეხა ვეგაჭმა, მოიცადე, კოზე ავიღო. უნდა წავიყვანოთ პედიატრთან, იმიტომ რომ ხვალიდან რომ დავიკეტებით. ხო? გაგეხარდა? იოგურტ შეჭამ? უნდა წავიყვანოთ პედიატრთან, რომ გული უფრო მშვიდად მქონდეს, გასინჯოს. ხვალ რომ დავიკეტებით, მე როდის შევძლებ გაყვანას, არ ვიცი, წარმოდგენა არა მაქვს.
შეჭამს ახლა იოგურტს და წავალთ, ხო? მამე. მოგცემ ეხლავე. კოვზი ხო გინდა? კოვზი. კოვზი გინდა თუ ჩანგალი? ჰა? კოვზი. კოვზი. დედა. გაიქეცი ბაბა, გაიქეცი ბაბა. გაიქეცი ბაბა. იქით გაიქეცი. თხილად. აქედა ხალხი რომ ორის თხილად. მორბენლებს. წამოდე. ევე, ბამე. ეველინა, ბამე. ელა. ვარჯიშობე, დე, წამო. ბამე. ეველინა. რო ბაბა. წამო გავიქცეთ, სანამდე პედიატრთან ასვლის დრო მოვა, წამო. წამო ვივარჯიშოთ. წამო. ბამე. Run. Run. The wheels of the bus goes round and round, round and round, round and round. The wheels of the bus goes round and round all day long. კიდე რა ვიმღერო? საღან happy birthday მამღერე. ეხლა რა ვიმღერო? ბაბე, რეხა. ბაბე, აიდე. გაიქეცი ბაბა. ენერგია. შუქია ისევ. ლამპიო. მოგეწონა? დიდი ხანია აქ არ ყოფილი ვარ, ხო? თხილად. მან და შეიძლება გადასვლა, დე. წამ. Flower. What is a flower? It's a bush. It's not a flower. It's a bush. ექიმს ველოდებით და წამიერად ვერ გავაჩერეთ ერთ ადგილზე. რას კითხულობ მანდ? დადე მანდ. არ გინდა არა მოიღო ეგ. ნუ მაიმუნობ. წამოვედით პედიატრიდან. ევე ძალიან კარგი გოგოა, უბრალოდ ეს ხველა და ცოტა სურდო დარჩენილი აქვს გაციებისგან, რომელიც თან ახლავს ბაღში სიარულთან და შეიძლება ხო, მთელი წელიო შეიძლება გააყვესო ესეოს, ვიდრე იმუნიტეტი გამოუმუშავდებაო, მაგრამ რაც თავარია დავიმშვიდე გული, რომ ფილტვებში არაფერი არ აქვს, ბრონხებში არაფერი არ აქვს, ყელი არ აქვს, წითელი ყურები წესრიგში აქვს, გაყუსული, გატრუნული იყო და ხმას არ იღებ და ექიმე რო უსმენდა. ხო, დედი, ჩემი ჭკვიანი გოგო უკან არის ხა. დაიღალა მანამდე პარკში ძირბინა ბევრი და ეხა ვიხელთეთ დრო, რადგან ევემ გვიან გაიხვიცა შესაბამისად. აი, ბაბა. ბაბა რა იყო ჭებზე რო დადიხარ ბაბა? საცობებია საზიზღარი. კიდე კაი ბენზინი. კიდე კაი ბენზინი გაქვს ხო რამდენი ხანი მოგვიწევს ყოფნა საცობებში, მაგრამ არ ამგონია ხა ჩვენ რა ჩიხებითაც დავდივართ, უბრალოდ ეს ცენტრალურზე რო გადიხარ აქ იქნება ეს. ანუ სადახარ, სადღახარ. შუქრიშანი სადა და სადახარ გაჩერებული შეხედა. ხო, მე აქედან ცენტრალურზე გადის და მაგიტო თქო მაგას გეუბნები. იმიტომ რომ ცენტრალურია გადაკეტილი. ხო და მარიბებოს მოვინახულებთ, იმიტომ რომ ხო, ცა არის და ზემოთ, ცა. ხელის მოკიდება. და ერთი სიტყვით მარიბებოს მოვინახულებთ, იმიტომ რომ ბებო ხო, რომ ჩავკეტავენ, ნუ ზურა კიდე გავა, მაგრამ ჩვენ ყველა ერთად. No. რა გინდა? წიგნი? ბურთი? აჰა, ბუშტი. ვაუ. წამოვედით ესე მარი ბებოსთან. 9 საათი სრულდება, ცოტა ხნით გავჩერდებით. და დაუბრუნდებით სახლში და
მეტასურას გვეწყება ფილმების ყურების. ეხლა თლად მას ემოცილებიც არ ვიქნებით, იმიტომ რომ ეველინა ბაღში ივლის ჩვეულებრივად. მაგრამ ასე თუ ისე მე არ მომიწევს. მაგრამ მაინც ადრე მე არ ვიძინებდი, ყოველ შემთხვევაში ვიშაობდი. მაგრამ სამი კვირა. სამი კვირა. თავარი არ გავსუქდეთ სიხარული. სამი კვირა. თუ კიდე 1-2 კვირა არ დაამატე. გავაფრე, კიდე რომ დაამატონ 1-2 კვირა მართლა გავაფრე. ნაცისყები. მოვასწრებთ საშობაოთ რაიმეს დამატებას ნეტა. ესე უცებროდ დაგვა ლოკდაუნეს. სპოთებული ზურაბი ლოკდაუნის გამო, ინფიცირებულთა შვედეთში მაინც. გამო. სადა შვედეთი? ნორვეგია, რატო არ ჩანა? იმიტომ რომ არაფერი არაა, ჩვეულებრივი გრიპი არის. მუშაობა და ეკონომიკას არ დაექცათ და თავზე ის არ დაექცათ ქვეყანა. ესე არ არის მაინც? მე მეგონა ინტერვიუს ვაძლევდი ახლა. ვიწერდი თუ რა ქვია მაგას. რა ჩავთოდე? ჩემო სიხარულო. ევე მიბანავა. ჩაი, წვარძე, დაღლია. დაღლილია, გოგო საკმაოდ გვიანია უკვე ჩვენთან. იც დავიხალე ისე. მთელი დღე საქმეები. გარეთ ყოფნა უფრო მღლის ვიდრე სახსრაქვის კეთება ეს სიმართლე რო გითხრათ. დედი დავიმშვიდობა თუ ყველას ხელს დაუქნევ? მიაუ. მიაუ. არა, კატით თამაშობ ახლა? ვაი, თავი. ვაი. შემოგევნდეთ. მოკლედ დაგემშვიდობებით, ვშვიდობიან ხამეს გისურვებთ. ჩვენ კი ხვალიდან ჩაკეტილები ვიქნებით 21 ნოემბრამდე და იმედია არ გავაფრენთ არა, იმედია არ გავსუქდებით.